26 იანვარს კვირას მწერალთა სახლში მისამართი მაჩაბლის ქუჩა 13 საათზე ჩატარდა ვლადიმერ გულიკაშვილის ფრონელი წიგნის წარდგინება პრეზენტაცია. პოეტი ვლადიმერ ფრონელი გზა გააგრძელე, ნუ გაჩერდები, არ შეუშინდე გზას ლოდებიანს. შენზე ფიქრებში ამაყად მდგომნი, შენს კვერცხში დგომას ელოდებიან. გზა გააგრძელე და წინ იარე, ყველა აღმართი გადაიარე. გახსოვდე სახლში გელოდებიან, ლოდნის სელ და გაანიავე. ნუ გაჩერდები, დროს ნუ დაკარგა, დრო ნელა გართმევს სიცოცხლეს. არავინ იცის წუთი სოფელში, ვინ როდის შეწყვეტს კუთვნილ სიცოცხლეს. ვლადიმერ გულიკაშვილი, ფრონელი, 13 იანვარი 2025 წელი. მოვდივარ უფალო, მიმიღე შენ გულში, შემინდე ცოდვები, შემოდი ჩემ გულში. მარიდი ავსული, ტკივილი წარსულის, დაცემა წაქცევა რწმენისგან გაქცევა. მოვდივარ უფალო, მიმიღე შენ გულში, შენი სიყვარული ხარობდეს ჩემ გულში. ვლადიმერ გულიკაშვილი, ფრონელი, 12 იანვარი 2025 წელი. ძალიან დიდი მადლობა პირველ ყოვლისა მოგვიანებისთვის. არ არის მარტივი, რთულია ყოველ რეალობაში ცხოვრება სამწუხაროდ. და აი ყოველ ჯერზე როდესაც მოვდივართ და დარბაზი ხდება ასე მიხარია ძალიან და ამისთვის მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება. ამ ბოლო ხანებში აღვადგინეთ ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გარემოებიდან გამომდინარე ვერ ვატარებდით და ვიწყებთ უკვე მუშაობას და დღეიდან უკვე სერიოზულად გვექნება ღონისძიებები და კარგი იქნება თუ დაგესწრებით. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დღეს უნდა წარმოვადგინოთ ვლადიმერ გულიკაშვილის მეორე წიგნი. მეორე წიგნი, რომლის სათაურიც უკვე ყველაფერს გვეუბნება. ეს არის ლექსი თვიშუშებ იარებს. მე ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ვლადიმერს. არ არის დიდი ხანი. ამ წიგნზე ვიმუშავე და აქედან გამომდინარე მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი შეხედულება გამოვხატო და რა მინდა იცით გითხრათ, ყველაზე გულსატკელი ის არის, რომ აი დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთ ემიგრანტს ულოცავთ წიგნის გამოცემას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე აქ, ხშირად არ გესწრება თვითონ ავტორი, ვერთვებით ხოლმე ხა ტექნიკა ისე განვითარდა, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაურეკოთ და ვინახოთ კიდეც და ვესაუბროთ. დღეს კარგია, რომ ბატონი ვლადიმერი ჩვენთან არის. და მე მინდა დასაწყისისთვის ეს ერთი რამე ვთქვა, რომ აი მესამე წიგნი, როდესაც მესამე წიგნს წარვადგენთ, ვთქვათ, რომ ვლადიმერი არ არის ემიგრანტი და არის საქართველოში და ყველაზე მეტად სასიხარულო ეს იქნება. დანარჩენი გავაგრძელოთ და დანარჩენი შემდეგ. რინო? მოგესალმებით. მეორე რედაქტორი ამ წიგნის ყველაზე ემიგრანტი ამჯერად ემიგრანტის საფუძე და ორი მოგეწონებათ რა ვიცი, ყველაფერი საქართველოში უჩიე და ორი გვაყოფილი ხარ ჩემი გადაწყვეტილებით თავადაც გუშინ ნახავ პირველად წიგნი ვიტყვი რომ ვაგიდები ყველამის ორისებია და თითქმის წიგნის უმეტესი შესული უმეტესი ლექსები საქართველოს სიყვარულით არის დაშენებული, ასევე არის საკუთარი საფრთხილო ლექსები, მაგრამ ჭარბობს თავისი გულიდან წამოსული სამშობლოს მონაკრება, საქართველოს სიყვარული და ის დღეს რა დღეშიც ვარ, ამასაც განიცდის.
მაგალითად, ბევრჯერ მოსისხლე მტერმა აღჩეხა, მაგრამ ვერ მოსყო ფესვების შენი. ჩვენში 3 რამ სათაყვანოა ვაზი, მამული, უფალი, ჩვენი. ნებისმიერზე გადავში არ არის. აი, ხო ისია უკვე. თითქმის ასია. მზად ვარ სამშობლოს გადავეფარო, ისევ ამჟრად და ფარადა. მინდა აყვავდეს ქვეყანა და გაიხაროს მარადა. ყველა ნაბიჯი მახია, ფეხისა ჩასაყოფელი. დაუფიქრებელ ნაბიჯებს დაცემა მოსდევს ყოველი. სამშობლოს აფრთხილებს ისევ. გმირების კვალად ვიაროს და არ შავიქნათ ჯაბანი, რადგან ზეციდან დაგწერის ჩვენივე მამაპაპანი. ამ საწუთროში დაკარგულ სხვა რაღა დაგვრჩა სარქმელი. თუ ერთმანეთს ვერ გავიგანთ, გადაშენდებით გავხდებით და მთლიანი წიგნი ეს მე ლექსის აკორდები წავიკითხეთ, ბოლო ლექსები ვიქცევა და მთლიანი წიგნი გაჟღერილია ესეთი სამშობლოს სიყვარული. ყველას მადლობას მოგიხდით იმისათვის, რომ მოგზადით ვლადიმერის დასაფასებლად. ვიკიდევას და გავემეორებით. ბევრი მისი სისხლი და ხორცია ამ დარბაზში, ბევრი მისივე მეგობარია და ბევრიც ისეთი ახალი გაცნობილი მწერლები არიან, რომელსაც ვლადიმერმა დღეს პირველად ჩამოართვა ხელი. მანამდე ხარ ფეისბუქით ნაცნობობა სხვა თემა არის. ასე რომ ვლადიმერი არის შენი მეგობარი. მე პიროვნებაში დავინახე სული ის წმინდა ვაჟკაცის, რომელიც აგერ realat თავისი ფორმით თქვენს წინაშე დგას. მე ხა ლექსების საკითხის თავი არ მაქვს, იმიტომ კი არა, რომ რაღაც არა, უბრალოდ მე გული და სული ჩემულადია. აცის საში წავიდე და ბევრი ლექსი უკვე დაყოლება, თუმცა იგინდებოდა. იმიტომ რომ მინდოდა ეს როგორი საბოლოო რაღაცა კომპიუტერთან ეს არის განაჩენი საში. ხალხმაც თვითონ გულით გადაიკითხოს ჩემი წიგნები, შენ წარმატებას გისურვებ და მე მინდა ქალბატონი მანანას დავესესხო და გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც ქალბატონმა მანანამ დაიმეორა, შენი შეფარდებული შრომის შედეგად მესამე წიგნის გამოსვლის დროს უკვე ფრონის ხეობიდან შენს თანასოფლელებთან, შენს სიცხლახორცთან ფრონიდან ჩამოდი, არა თუ გერმანიიდან. და არიქა ბიულეტინი უნდა გააკეთოს, არიქა ის გააკეთოს, რომ შეძლოს, რომ თქვენ სიყვარულში იყოს. ძანე ბატონო ვლადიმერი, თქვენი საღამოა გადაცვალა. ეს ნამდვილად ჩემთვის დიდი ადმინისტრაცია და ამავდროულად გასულისგებლობას. საომავლო. ამ გისთვის ვერცადებული კაი ხანი, რომელშიც დამიდგენ გვერდში მეგობრები და მათი დახმარებით, მათი გვერდში გონით ეს აგეროს გავარ ამ დახმარებისათვის, რომელსაც გულისხმობ, რომ თქვენს წინაშე გავა, მინდა უდიდეს მადლობა გადავუხაე ბატონ ვალიკო კაკაოძის, ალბათონ ნინო როსტიაშვილს, წიგნის თავად რედაქტორს, ალბათონ მანანა გოგიშვილი და რედაქტორს ალბათონ ნინო როსტიაშვილს. ყველაფერში ჩემ აქ მოსვლამდე კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ჩემი რკინის მეგობრებს, ბატონ ანზორ ძერწვაძეს. რაც შეეხება ჩემ ავტობიოგრაფიას, დავიბადე ქართლის რაიონში, სოფელ ატოცში, დავიზარდე იქვე ფონის ხეობაში. დავამთავრე სკოლა იქვე, ატოცის საშუალო სკოლა. ისეთ დროს მომიწია სკოლაში სწავლა და გასიარული, რომ მაშინ გაძაბული
სიტუაცია იყო ჩვენ მოგეხსენებათ კონფლიქტის ზონაში სასვლა საზღვარზე ვცხოვრობთ და იქიდანვე ვიღებდი ამ მონაწილეობას ჩვენი ერისა და ქვეყნის დაცვაში. მას შემდეგ იმათა წლებმა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გავაგზავნე სამსახური და ასევე ვიბრძოდი სხვადასხვა ადგილებზე ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობისათვის. ამჟამად ვიმყოფები ემიგრაციაში და ამ ლამაზი დღის დასასრულად გერმანიაში როგორ ქალაქში? რემშევიჩში. ჩემი შვილი მიუხეში. შორსაც ის სხვა მიწა. ეს მინდოდა მეთქვა ჩემი მოკლე ავტობიოგრაფია. ეშიც პლეზია. ინდა მოგახსენე რატომ აირჩი ეს ფოტო და რას ნიშნავს? ბატონიშვილის ძალიან კარგი სიტყვა ხალხობრივი. ეს ეკლესია არის ჩვენი სოფლის ატოცის წმინდა გიორგის სალოცავი. ადრე მას ჰქონდა სხვანაირი რუსული გუმბათები. და იმის შემდეგ ის რუსული გუმბათები მოხსნეს და ეს როგორც ახლა სურათი არის ეს ქართული გუმბათები დაუყენეს. და შემდგომ ის გუმბათებიც მოხსნეს. და დღეს გუმბათების გარეშეა. და ეს სურათი მინდოდა რომ ყოფილიყო რომ ისტორიასაც დარჩენილი იყო რომ ეგროსი ეკლესიას ასეთი გუმბათები ჰქონდა. და ძალიან ლამაზად გამოარჩევა. ჩემივე აწერილი ლექსებიდან 1-3 დავიკითხავ ტელეფონიდან ხოლმე. ამ ლექსს სათაურად ძიმე ღამე ასე დავარ. ეს ღამე ძიმე შეურაცხადი მაინც გავლილი უსიყვარულო. შენ კი მიხვდები რაც ვიგულისხმე ან მე რატომ ვარ უსიხარულო. ალბათ საყვარო რაღაცას შეცვლის ან შენი კარმაც გამოიდარებს. თუ ბედის წერა რამეს მიპირებს და აი აბსურდეს გამოიარე. ბევრი ვიარე დაშლილი მდელოზე აღმართიც ბევრი ამოვიარე. ყველა გზას ახდა გულის ტკივილი არ გამორჩილო მაინც ვიარე. ზადაგზა ჩვენით უნავ იარებს წლები წინ მიდის ჩახი ტრიალებს. ვცდილობ აყვე და ფეხი აუწყო თორემ ცხოვრება გამახვილებს. ცხოვრება დიდი გაკვეთილია, რომ კიდევ მკაცრი მასწავლებელი სიმართლე მუდამ განკვეთილია, სისულე სჭარბობს უბერებელი. ირგვლივ სავსეა მუქი ფერები დასრიალებენ როგორც გველები. წარმოუვდიათ ჭორის ენები, თან აუყრიათ ისკენ ფერები. რაც არ მინახავს და არც მსმენია, სხვას როგორ უთხრა, შენ არ გინახავს. ვისაც უნახავს, გულში ინახავს და ვისაც არა, ყველას უნახავს. ეს კიდევ ვიტყოდი ჩემივე ლექსებიდან, რომელსაც დავაფიქრე მე ჩემსას ვდივი. გონი სიბერე ჩამიპყრო, მაშიც შევნიშნე ჯაღარა. რატო წაიღო დროებამ რაც უწინ ვიყავო პატარა. დროა ჩერდება მიფრინავს, ფიქრებმა გული დაღალა. დარდმა ხომ რაც შემაღონათ გვილმა გული დაღარა. შევეჭიდები ბილიკებს ამას სოფლისას სავალსა, სხვისას არ წავშლი ნაპოვარს, ფეხის ნადგამს და საკვას.
კვირის დღე და ჩვენ ალბათ სურვილი გექნებათ რომ გამოგვიძეთ და დიდი სიამოვნებით დაგიხმოთ ამის საშუალებას მოგცემთ. ეხლა მაიას მიდავთ ხოლო მაია კახიძე ჩვენი მეგობარი იცით ზოგადად როდესაც მუშაობ შეიტყვით რომ საკუთარ შემოქმედებაში და შენი საქმეები გაგვამრავი და თან ზამთარი და სიცივეა არ გიყვარს დამეთანხმებით გასვლა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება წიგნის დაბადებას, ავტორის სიხარულს არ შეიძლება და თან მოწვევას მე ვფიქრობ, როდესაც გიწვევენ ეს მადენია და ამდენად უნდა მოხვიდე, მაგრამ ჩემთვის თავარი მაინც ის არის, რომ ეს შორიდან როგორც ჟურნალისტს მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ომში იყო და ეს ადამიანი ომის გვირია, ეს ადამიანი იყო მის ცხოვრებაში ტანკი და ყველაფერი. პლუს ემიგრაცია და მე ვფიქრობ, რომ მე ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე, ჩემ მეგობრებმა იციან და გადავიარე და სულ ვფიქრობ, რომ წერამ გადამარჩინა. და წერამ ძალიან ბევრი სიკეთე მომიტანა და ბევრი სიხარული. და მე დღეს დარწმუნებული ვარ, ვარვარ ვლადიმირი გახარებულია. თან მეც ვიცი ემიგრაციის ფასი რა არის და ომის ფასიც, იმიტომ რომ ნუ ახლა პაპებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ზოგადად ჩემი ძმა 9 აპრილის მერე და თვითონ ჩემი შვილი რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და ჩემთვის ეს ძალიან ახლო თემაა და ბევრიც დამწერია ამაზე. გვაშოროს ღმერთმა ომის, გვაშოროს ღმერთმა ეს დაგსაქსულობა და ყველაფერი და მალე გაბრწყინებული იყო ჩვენი ცხოვრება ისე როგორადაც ვიმსახურებთ. როდესაც ადამიანი ტანკშია და სტრიქონს დაწერს, როდესაც ადამიანი ფრონტის ხაზია და სტრიქონს დაწერს, ეს ვფიქრობ კიდევ ზენი ჭერება და ხომ არავინ არ ამბობს, რომ გალაქტიონის დონეზე წეროთ ყველა, მაგრამ თუ კი გეწერება, ცუდი საქმის კეთებას მაინც წერაჯობდა. მე ამაში რომ ვარ დარწმუნებული, როგორც 14 წიგნის ავტორი. და მე მულოცავ, თან უყურეთ აქ თავარი კიდე ჩემთვის რა გახდა. ვარვარ ვლადიმირი არის გულიკაშვილი. ეს თავისთავად მეტყველებს, რომ ის არის სავსე გულით სადა იმ ცუდ პერიოდებშიც და ემიგრაციაშიც და ომშიც ის მაინც გულით იყო და არის და რჩება. მე თან ეხლა რაღაცა გული ამიჩუქდა, ჩემი შვილი ოჯახით ის გერმანიაშია და ნუ მრავალი წელია და ემიგრაციაშია, მაგრამ და თან გავიგე რომ გერმანიაშია, ნუ ხა მე რა როს მაგარ ის ქვეყანა, რაღაცა ძალიან ამიჩუქდა გული. იმიტომ რომ ნუ ხა გინდა შვილი გენატრება. სწორედ წიგნები გვაძლევინებს. მე შვილთან დაკავშირებით მე არ ვიცი თქვენი ოჯახური მდგომარეობა, რამდენი შვილი გყავს? Kami შვილი ეგერუს, ადექი გუგუბეთ. გილოცა მამიკოს სიხარულს და მე მიმაჩნია, ეს თვითონ მაქვს განცდილი უკვე არაერთგზის, წიგნის დაბადებას მე ვადარებ შვილის დაბადების ემოციას და იმ სიხარულს, იმიტომ რომ ეს არის შენი შენაძენი, ეს არის შენი ღამეების თემა. ეს არის შეიძლება ღამე დღისით დაწერო, ხა მე მაგარ ღამე წერ, მაგრამ მე მამაკაცებისგან მიკლავს. მამაკაცების ფსიქოლოგია მაინც ხვანაირია და მით უმეტეს მისნაირი, ანუ მისი პროფესიიდან გამომდინარე, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ეს შეძლო და ნუ ეხლა მე გადავავლე, კარგად ეხლა როგორც უცებ არ შეიძლება ხა 5 წუთში ყველაფერი შეაფასო, მაგრამ
ის რაც არის ის გულით დაწერილია. ამიტომ შეიძლება ვინმე ძალიან ისეთმა პოეტმა ჩახედოს და აუ ეს რა არის და ეს რაღაცა თქმა მოეწ არა სამაგეროთ აკადემს გული იმიტომ რომ გვარიც ასეთი აქვს მე ბოლო უნდა ვეძოთ ახლა თქო ახოროს მე დარწმუნებული ჭაღარაც დარწმუნებული ჭაღარაც ლექსი კიფი ჭაღარაშელი შეიძლება საერთოდ აღარ აქვს თანდათან ჩვენი ცხოვრება დამდგა მგონის საერთოდ ჩვენც აღარ გვექნება მალე ისეთი ის მაგრამ აი მიუხედავად ყველაფრისა რაც ხდება საქართველოში ჩვენ მაინც დღეს რო ვარ შეკრებილები ეს სწორედ ჩვენს ერთმანეთობაზე მიგვანიშნებს და აი ეს მინდა ვუსურო ბატონ ვლადიმერს რომ ამ ერთმანეთობით ვიყოთ და ვიცოცხლოთ და გაუმარჯოს ქართულ ენას, გაუმარჯოს პოეზიას, ლიტერატურას, ჩვენ გამიმარჯოს, ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს და მე საერთოდ მიყვარს ლირიკა, ну როგორც კალს ბოლოს და ბოლოს, მაგრამ საით გეძებო არ ვიცი, თაში, ტყეში თუ ბაში, ვერც ნაყოლები ვიპოვე, ედების ხვავავილო ნარში. სამჩაყლაპაო თითქოს წვიმამ წაშალა კვალი მხოლოდ შემომრჩა ფიქრები და გრძნობას საფიცარი დღეიდან აღარ მოგძებნი არც ფიქს გავივლებ გულში წავალ გამხდები ხიზანი თებს ჩავეკრები გულში ალალ მე ალალ შენ ალალ ბედად დავალ სადაც შენ იქაც მე ერთად წავალ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვლადიმერმა აგვიხსნა ატოცის წმინდა გიორგის არის ტაძარი წმინდა გიორგის ტაძარი და ვლადიმერი არის ატოცის მდიდრი. მე ძალიან მომეწონა ის რომ აი წიგნი არის სწორედ ამ ფოტოთი. იცით რატო? ეს იმას ნიშნავს რომ წერავს პოეტს ზუსტად აი ეს სკოლში და ის რომ მან შესთავაზა კითხავს, ქართულ კითხავს, საკუთარი შემოქმედება, სხვათა შორის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის მარტივი, რომ გადაწყვეტო, გადადგა ეს ნაბიჯი და მკითხველის პირისპირ დადგე. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა. და როდესაც შენ სათქმელს თავაზობ, თავისთავად ცხადია, მკითხველი უნდა გყავდეს, ხო? მე არ გულისხმობ, მე სამეგობრო საერთაშორისო ქართულ მკითხველს გულისხმობ, ხო სულ ამბობ, რომ აღარ არის მკითხველი, წუხართ ამის შესაძლო, ესეც გარემოების ბრალია და შენი სათქმელი არის თავარი, რას სთავაზობ მკითხველს და ამჯერად ვლადიმერის სათქმელი სწორედ ეს არის და მე აი წიგნის ყდაზე რაც არის გამოტანილი ამ ლექსს წავიკითხავ. ესეც მნიშვნელოვანია თავისთავად. ატოცის წმინდა გიორგის ცას წვდება შენი სამრეკლო ფრონის ხეობის მთებშია. ატოცის წმინდა გიორგი მაღლა გორაზე სვენია. შეგნატრის ყველა მლოცველი მუხლსიხრის ერი ბერია. შეგავედრებენ სიყვარულს და ჯვარს იწერენ ტოლმია. ცას წვდება შენი სამრეკლო ზარის ხმაც მესმის გონია. წმინდა გიორგი გფარავდეთ არ გაგეციოთ კერია. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ცნობილი ფრაზა ყველა ქართველი პოეტია და ქართველი პოეტი ორჯერ პოეტიო მიყვარს ძალიან ეს ფრაზა, იმიტომ რომ მართლაც ყველა ქართველი პოეტია. და დღეს ახლა მე მწერალთა კავშირის, როგორც მწერალთა კავშირის წარმომადგენელი, მინდა რომ სიამაყით და აი სიხარულით გითხრათ გავუწყოთ ის ინფორმაცია, რაც დამავალეს მე და მთხოვეს რომ დღეს გამეჟღერებინა. მწერალთა კავშირის თავისთავად ცხადია ამ გარემოების გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ ჯერზე ძალიან მიხარია, როდესაც ჩვენს ოჯახს
ემატება აი ესეთი ადამიანები, ემატებიან წევრები, სხვათა შორის ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვამბობდით, რომ როგორ რა კარგია, რომ ამდენი მსურველი გვყავს. კი, ნამდვილად მოდიან და გთხოვენ, რომ გახდნენ მწერალთა კავშირის წევრები. ვლადიმერმა პირველ შეხვედრაზე გამიტოვა განაცხადი და მაშინვე გადაწყდა, რომ ეს რა თქმა უნდა აუცილებლად გასაკეთებელი იყო და უბრალოდ ვლადიმერი არ იყო საქართველოში და ამიტომ აი ხა რომ ჩამოვიდა ჩვენ გადავწყვიტეთ მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, რომ ვლადიმერი მწერალთა კავშირის წევრი გახდეს. ნამდვილად მიამაყება, იმიტომ რომ მეც ვიმუშავე ამ წიგნზე და ნახეთ ეხლა ნინოსაც ვეუბნეოდი, კარგად აღარ მახსოვს თქო რა დაწერე და სამწუხაროდ ბევრი მაქვს და ნახეთ თვითონ სათავეში გამომიტანია ვლადიმერის ლექსიდან ფრაზა ლექსები სხვა არაფერი. იცით ყველაზე მეტად რა მომხიბლა მე, როგორც წიგნის რედაქტორს. მომეწონა ის, რომ ვლადიმერი არის თავმდაბალი. იგი არ თვლის, რომ არის პოეტი. არ ამბობს, რომ მე პოეტი ვარ. ლექსები მეტი სხვა არაფერი. ეს ფრაზა უკვე იმას ნიშნავს, თუ როგორი თავმდაბალია და როგორი მოკრძალებული. კითხო, როგორ აი ესე პასუხისმგებლობის გრძნობით ანიჭებს აი თავისი შემოქმედების შედეგს და განსაკუთრებით რა გინდა თავი ცოცხალი თუ არ ვიქნები სხვისთვის მადლზე მარილის მობნევა განაერს ყველა მცირს ცარიელს ცრემლით ტირილით ზარებით მხოლოდ ამ ქვეყნად დარჩება ლექსები სხვა არაფერი მწერალთა კავშირის წევრობა და მესამე წიგნი უკვე აქ ჩავატარებთ და უკვე აღარ ვიტყვით რომ ემიგრანტია. მესამე წიგნის დროს არის ემიგრანტი, მაგრამ როგორც მისი რედაქტორი მოგახსენებთ, რომ ძალიან მალე მესამე წიგნი უკვე იქნება, იმიტომ რომ ყოველდღე მიგრანტთა ლექსებს და გაზაფხული დროს მე სადავს მესამე წიგნით ისე რომ ვერ მოასწრებს ალბათ და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალბატონ ნაყავა ბონაშვილის კავშირის თავმჯდომარეს, რადგან როცა ახალი ვლადიმერი და წიგნები დავიტანე და დავაცანე დედაქალაქ ნაყავას მართლა ყველად ისე დავთანხმდა, რომ წარიც არ შეუძლია თქვა, რომ ნამდვილად წევრია და ამისთვის აქედან დიდი მადლობა ხვდით ქალბატონ ნაყავას. მეგონი ქალბატონო და ჯერუ კაპიტანს ვარქვი საათი ეს ევროდელიკე ევროდელიკე ორგანიზაციის კავშირია ჩემთვის უნდა ის გამოსვლა ინტერესაცია და მეორე გავდი დიდი ოჯახის წევრი, რომელიც ჩვენი მწერალთა კავშირი არის. ამისათვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აბალაგონაშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ალბათონ ბანანა გოგიშვილს ამ იდეურ საქმეში რეციპროკისათვის და ამორებისათვის და ამ იდეურ ოჯახში ჩემი მოგებისთვის უგუნესი მადლობა პირობას ვდებ სანამ კალამი მემორჩილება წერე.
ვისაც სურს რომ ლექსი დაუკითხოს ლატინურს. არა თავის, არა ლატინურს. მანამდე მე და ვლადიმერმა საერთოდ ეგრე არის. სიყვარული და იუმორი თუ გადაარჩეს საქართველოს თუ არა ისე ომია ყველგან. და მარტო იუმორით არა, მთელი გული ჩავდები ჩიგნით, მაგრამ იუმორით არის ამ სამზე და ჩვენ გავამზადეთ მე და ვლადიმერმა ურთიერთ შეთანხმებით რა თქმა უნდა გავამზადეთ სიგელი, რომელსაც ახლა თავი ხავშიგით რა წერია და ყველანი მივხვდებით უკვე ხოლმე იქნება კიდევ ახსენები ვისე ფუთნის ეს სიგელი. ნუ რა თქმა უნდა თანხმობას მივაწევთ ზემოდან რეზოლუციას, ქვემოდან ჩვენი ორგანიზაციის ბეჭედი ამტკიცებს მაგას და ბატონი ვლადიმერ გულიკაშვილი აწერს ამ ყველაფერს ხელს. შტაბის სათათბიროს ოფიცრების კაპიტან ვალიკო გაგაუძისა და კაპიტან ვლადიმერ გულიკაშვილის ერთობლივი ბრძანება. ბრძანება ნომერი 36/43. ბრძანების თანახმად შტაბის სათათბიროს ოფიცრების კაპიტან ვალიკო გაგაუძის და კაპიტან ვლადიმერ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით უფროს ლეიტენანტ ნიკოლა ბაღაშვილს საზოგადოებაში კეთილი სინდისიერად ავტორიტეტით სარგებლობისათვის ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მემატიანესა და ბრწყინვალე მამულიშვილს პაპის როლში მოღვაწეობისა ბაღაშვილების ოჯახში შვილიშვილის დაბადებისა და მოფრენილი ანგელოზის შემომატების საფუძველზე ზემოთ აღნიშნულმა ოფიცრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება რიგგარეშე წოდების მინიჭების შესახებ. უფროსი ლეიტენანტი ნიკოლა ბაღაშვილს მიენიჭოს მორიგი წოდება კაპიტანი. ნიკოლა ბაღაშვილის შეიქმნის მოწერის წუთი და ხელი მოწერილია. რამეს თუ გვეტყვით, ვიბრძანეთ და არაფერი არ არის ისე როგორც ერთმანეთს უჭირდება. მე მიუხედავად იმისა, გუშინ მოცურად მაგრამ საუბარი ბატონ რევოლუციონარის შესაძლებელი არანაკლებ თქვენი გიყვართ ჩემი თავი და ამიტომ ბოდის გიხდით. უხამეზე გამიშვით შენ და ბატონ რევოლუციონარის. არა მე რესტორანს კაფეთი გავერედი. უგურვესი მადლობა. ადამიანები ვიცით რომ რაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ცხოვრობ. არა ასე ვთქვათ ისეთი უბრალოდ მორალური მხარდაჭერა და აი პატარა სიტყვა ყოველთვის ადამიანს აგრძნობინებს რომ შენ მართლა ადამიანი ხარ და ამ თვალსაზრისით კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ბატონო კაპიტანო და დაკისრებულ ვალდებულებას ასე ვთქვათ შევასრულებ პირნათლად და იმ სიკეთით იმ გახარებით რასაც საქართველოს ერთიანობა და გაბრწყინება ქვია. გაიხარეთ მადლობა. ეხლა მათიმცემულებო, მე მგონი სურველები არიან, რომ გამოგზავნდნენ და ჩვენს ვლადიმერს თავისი მხრიდან, თავისი სიტყვა გაუგზავნოს. ხალხი სპეციალურად ჩამოვიდა რაიონიდან, ოლიდან, ქარელიდან, იმისთვის, რომ ვლადიმერის საღამოთ ასრებოდა და ჩვენ გვესწრება ვლადიმერის სამხედრო როიტყვიან შტაბის ბატალიონის მეთაური ბატონი პოლკოვნიკი ბატონი ნუგზარ არაქელიანი. ხო ბატონი ნუგზარ ყველა ცოდო არ გიქნა რაცა ჯარში ჩადებული და ისე რაც შეიძლება რომ ითქვას მოგესალმებით.
როგორც ეს ვედამოვა იმსახურებს გაფრთხილებული პერიოდი ერთად ყოვლის აწილში. ანუ სრული დასახელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომხრეების სასწავლო ცენტრში. თავიდან ერთად იმსახურებს ჩვენ მეორე ბატალიონში. იმ პერიოდში მე ვიყავი ასწავლის მეთაური, რომელიც იყო კურსანტი, და შემდეგ მე გავაგრძელეთ საბრძოლო ბატალიონში. სადაც მე ვიყავი შტაბის უფროსი, შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ მოვალეობის სულზე იყო ტანკის დიდი სპეციალისტი, ინსტრუქტორი და წოდებით ვიდეო ცოტა ხილწულობა. Გავიხსენეთ, ხოლმე თქვენ ბევრი იცნობთ მოვას ზოგი ბავშვობიდან, ზოგი სხვადასხვა კუთხიდან, ერთ მოვას ვიცნობ, ჩემ კუთხიდან და რასაც ვიცნობ, რამდენადაც ვიცნობ, არის ერთგული ადამიანი სულ ყველაფერში. და სულ ძალიან ისმოთოს, რომ ძალიან დიდი იუმორისტი გოგოა. მაგას შეიძლება გქონდეს. მე დავთამაშე შესრულიყავი ხელის მოწერაზე, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი საინგილოში მეწასულიყო და ხელი გარანქობა მოწერის და სამეთაური ამეშობდა, რომ ახლობას რომ ამეშვა სანამ შესაძლებელი იყო და მეთაურს მოვაპარაკე კი ბატონო აუშვა. უთხარ რომ მომიტანეთ ბატონო მომიტანეს ამ მომენტში არც დავხედი არაფერი და მეთაურს ვაძლევ პატარს რომ ხელი მომიწევს და გავუშვათ ეს ჩვენი მეგობარი ოფიცერი სამხედროში მეთაური ჩვენ მოწევია და დასმაწია. Ağır kova atırsınız. Mevsimi tam. Kova. Çağırdı Sakatoloşi. Erkeğinde kalmıştı. Kırmız şöyle Sakatoloş'ta. Dres Ratşen. Abadıcı da Sisa. Çevçü sesleri zalgın dedi. İstoriydi parti. Umurta şey video. Ratsmod dixas ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ეს წიგნი და შენი სხვა წიგნები და ლექსები ერთად დარჩება სამგზავროდ. ქალბატონი ციალა მაისურაძე თუ არის სალაში თხოთ იქოთან ეს მაგდელის უმილია თემას. კაცრავად. ჩემ მამამთილის გადმოცემით პროვინციის ნახეთ სამხედრო პირია ჩემს საფრთხეს და სულ აფრიკა ამბობს ეს იყო ინტერესიანი და მართლაც გამიდა თავის გზა ნახა და მიხარია მიაქავა მაგრამ რა აღნიშნა ხელის პირველი გვერდი ამას ყველაზე ძალიან გამახარა ქვენი ციფრა მაგაცელი მომიარეთ ძალიან მიყვარს ჩვენ სამწავია იმ სახით როგორიც მიცინე ბავშვობიდან დღემდე და არმანტებაზე მინდა ჩემს დროებას რომ ყოველდღე კარგი Anastasia Georgieva
მე არ ვარ არც ისტორიკოსი, არც ლექსებს არ ვწერ, მაგრამ ვარ მკითხველი და მეგობარს მეგობარია. ბავშვობის მეგობარი, ერთად გავიზარდეთ ატოცში, სოფელ ატოცში, იქ დავასრულეთ სკოლა და ამის პირველი შეხვედრა რომ იყო, მხოლოდ რომ ბოლოს ბავშვობაზე რას გვეტყოდითო და ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამ კუთხით არ მაქვს სათქმელი, მაგრამ ჩვენ გვყავთ ერთი სკოლა დავასრულეთ და გვყავდა მასწავლებელი თენგიზი გულიკაშვილი, ბოლოს ბიძა. არ შემიძლია ეს ადამიანი არ გავიხსენო. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ შეგვაყვარა ლექსი, შეგვაყვარა პოეზია, კითხვა, წერა, ჰქონდა რაღაცა შეხებები, რა თქმა უნდა, ქართული წერლობასთან და ყველაფერი ეს ილექება და მოვიდა დრო და ჩვენ მოგობა, თქვენ ვლადიმერი, მაგრამ ჩვენ ასე ბავშვობიდან ყოველთვის გოვას ვეძახდით და ჩვენ მოგობამ ეს გამოიტანა სააშკარაოზე და იცით რა ცოტას გავაგრძელებ, მე ძალიან მიყვარს როცა მივდივარ ყოველთვის მე რაღაცა ქართულ გორის რადიოს. და იქ არის ხოლმე ხეობებზე, ქართულ ხეობებზე და წარმომადგენლებზე რაღაცა პატარა ისტორიული ჩანართები და იმდენად გამეხარდა ის წარმოვიდგინე, რომ მომავალში მწერალთა კავშირის წარმომადგენელი აუცილებლად გაიჟღერებს ეთერში, რომ ატოცელი, ფრონელი, გოგაბურა, გულიკაშვილი არის საპატიო წესი. და ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო, მე არის ეს არ გამიგია ჩვენ არ გქონია შეხვედრა ამაზე, რაზე უნდა გვესაუბრა, უბრალოდ იცის რომ მე ორსინებას აუცილებლად ვიყოდი. არ ვიცი მე თემები, ძალიან ბევრია ატოცის სალაპარაკო, ატოცელებზე, ატოცელების დამსახურებაზე, გმირობაზე, თვითონ სოფელი არის გვიანი ფეოდალური ხანის, ჩვენ ჭაობებს ვეძახით, იქ არის 7 ნასახლარია აღმოჩენილი და შესწავლილია რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც სხვა შემთხვევებში ესეც ჯერჯერობით თავისუფლია და გაცვლილი არის კონფლიქტის ზონა და თუ სიტუაცია არ გავაკეთება, ვინ იცის ამას მიეცემა თუ არა მსვლელობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, მაგრამ შემოდგომას რომ შევხვდებით, მაშინაც მოგხსნით რაღაცა საუბრო. ძალიან დიდი. ეხლა ბედნიერი და შენ რომ ბედნიერი ხარ, ჩვენც ბედნიერი ვართ და ლამი იყავით. ჩაჩავა მომდანდება დამარი და აი ამ სიყვარულს ყველას წინაშე გაუზიარებ ბატონ ვლადიმერს არა და მონოպես აბსოლუტურად როცა ადამიანი ძალიან მიყვარს და ხანდახან ვებასწრებ ხოლმე პირველმა მივუთხრა რომ ეს ადამიანი თავის შემოქმედებით და თავის აი რა ვიცი მაბედნიერებს რო უყურებ და სუდათ რომ არ გადავდა ლამის გვერდზე თუ ჩემთან არ გამოჩნდა და ნამდვილად კითხულობ და აი ხა დამაგდიან და დამნაშავე არ დავჭექი მაგრამ შიგნით იმდენად ეს ადამიანი რომ მოვიდა დედას გეფიცები და ყველა ადამიანი რომელიც მიყვარს ძალიან ბედნიერია რომ მისგანაც იგივე მოდის და ეს ძალიან მაბედნიერებს მინდა შემიძლია მისი ლექსი გამოთქვითაც წავიკითხოთ რომ ამ პირდაპირ სასახლეში გავეზარდე მე ქალბატონი ინეზა იყო ჩემი პირდაპირ გამოთქვით მაგრამ აი მარტო სიყვარულს ვეთქვი და მიულოცავ იმიტომ რომ ძალიან წარმატებული მინდა იყოს ძალიან ბევრი საერთო სამეგობრო ახლობლებში აკეთებს სხვაგანაც და ძალიან მაბედნიერებ და მინდა რომ აი ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეს პოეზიაზე შეშმოგვეცდა წარმატებული იყავი ხშირად პოდკასტში ესე იგი მე მღალატე ხო? მე მიღალატე? სიმღერა მიყვარს ნიკალა პაპა. გაიხარე იცი. გაიხარე, სიკეთე გახარება, გაიხარე. მე მეგობრები არ მყავს რა, ვინც ამორჩეულები მყავს, აი თვალები ეხლა არ ვიცი. აი ძალიან დიდი მადლობა კიდე, აი ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ აი ჩემს ლიაკოს რა არის ადამიანი რაღაცას გაჩუქებს, მაგრამ აი წარმატებული ხდები, იმიტომ რომ რაღაცა წარმატებულმა ადამიანმა და ლიაკოს საყუროს მომადე დღეს რო უნდა დავაჭირე.
შეგიძლიათ ხელი აწყოთ. მოგზაურდი ბატონო. მოგესალმებით. წამყვანს ბატონოს, კაბოტონ მარინას, კაბოტონ მინოს. უცავ ბატონ ვლადიმირს დავანდებდეს. მეორე გრეგულის გამოცემას მე მახსოვს დავშიშობდა. პირველ გრეგულის ხელნაწერი გრეგული გამოიყო მაშინ. ვლადიმირის როლს მახსოვს და ვესწრებოდით საჯარო ბიბლიოთეკაში. მაშინაც მოგილოცეთ. მაქვს. უცავ მეორე გრეგულის გამოცემას მე როგორც ვიცი ემიგრაციაში ვლადიმირ ბატონმა და გისურვებთ შეიძლება მალე დაუბრუნდე საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას ვირსებულად და წარმატებით. ეპიკროს მომავალზე, აწყონზე და წარსული დაგეცედინოს არასოდეს. აი ხარ და წარმატებით გისურვებთ. ეხლა მებას დავთავთ. უკრაინის ერთი პატარა ლექსით დავალამაზობ გეოგრაფიის საგამო ესწრები რომ დაწავიდეთ. ის დღევანდელით არავინ ცხოვრობს. თუ ცხოვრობს ვინმე არ ფიქრობს იგი, დღევანდელი ფიქრია მხოლოდ მომავალზე და წარსულზე ფიქრი. მზეს დედამიწა იმიტომ ახსოვს, ბუხრიდან იმიტომ ამოდის კვამლი, რომ შეხვდეს ხოლმე საკუთარ წარსულს, ადამიანი ხანდახან მაინც. სანამ ხალხი მოემზადება შეხვდა რა პროგრამის უცხოა. აი კარგი სიტყვა და მანამდე კიდე მოიფიქრეთ ვინ გინდა რა ვთქვა მოგერიდება იმისთვის გამოვიდი, რომ ყველასთან მიმართება მომხდაროთ იმისთვის, რომ აქ ხართ. ამ წიგნში თვითონ სათავე როგორც სათავე ამბობს, თვითონ წიგნში არის ძალიან ბევრი გრძნობა, ლექსში ლექსში არის ძალიან ბევრი გრძნობა, ძალიან ბევრი კიბილი. და მადლობელი ვარ რომ აქ ხართ და ამ ყველაფერს გიყურებთ ისმენთ. არა მარტო ის რომ თქვენ ამით აჩვენთ რომ მამა ჩემის რაღაცა წიგნი მოგწონთ და მას პატივცემთ. ამ წიგნის უკან არიან ძალიან ბევრი ხალხი. ალიკოძია, თქვენი მეუღლე კიდე, თქვენს ანუ აქ ვინები ხართ ყველა ამ წიგნის უკან დგას. არ არის მარტო ის ამ წიგნზე იმუშავა, თქვენ საერთოდ რო არ ხართ, მართლაც რომ ამ წიგნის რაღაცა ნაწილი ხართ. და მაგისთვის გიხდით მადლობას, რომ ხართ, იმიტომ რომ მაგით აჩვენეთ. მაგით გამოხატავთ და პატივცემ. ამაზე გერმანიაში და ცოტა უჩის ქართულად არ იკერკება. ჩემი შვილი უარესა. ერთა კავშირის წევრი და გულიანი ქართველი. მოგესალმებით. ავტორს ვლადიმირს მეოთხე კაპიტანის თავდაცვის კაპიტანი გილოცავთ პირველად გამიცანით ახლა აპლოდან დღეს ისე ფეისბუქით ვიცნობდით და ჩვენ კარტალექსების საკუთარ ვარიანტებს წავნიშნეთ ფორმა ყოფილი ჯარისკაცი არასებობს და მე ვამაყობ რომ ასეთი გამომიშვილი ბრძანდებით და ბრძოლებში გამყოფი და გაიხარეთ თქვენნაირ ადამიანებზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობა თავაშკაცები. მე წაგიკითხავთ ცოტა გამიძიოთ ბოდიში ერთ ლექს ტანკისტის
მე ვარ ქართველი ტანკისტი, რათან ვამაყობ ამითან. 5-ჯერ ვარ აფეთქებული სიკვდილის დაუჯაბნე მაინცა. ბევრჯერ ყოფილ ვარ ტყვიების ხიმაში გამონავალი. ყოველი განსაცდელიდან არსებობს გამოსავალი. მშვიდობის ფასი ამ ქვეყნად აბა მითხარი რა არის? იხარეთ, სხვაც გაახარეთ. ამაზე კარგი რა არის? დამზადებას და მწერალთა კავშირის წევრობას მრავალი წიგნი გამოგაცემდა კიდევ და თქვენი ლექსებით კიდევ მრავალი ადამიანის გული გამოიყარებინა. ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ჩემთვის ძალიან მეწონა, ეს უნდა წავიკითხოთ მოკლედ. მუხლი მოვიყაროთ. ჩვენი მიწა-წყალი სათაყვანებელი, ქართველ მეუღლების სისხლით შემოსილა, ზედვე ამოსულანია და ვარდები ოცნების ასრულებას რომელია. მათი სანუკვარი ფიქრი და ოცნება გამთლიანი ფული საქართველო იყო, გმირთა სამოსელის შეწირვით მოიგეს, ასე ჩაეხუტნენ საქართველოს. შევაპყროთ გვირგვინით გმირების სახელი, ეს ყველა ქართველის წესი და ვალია. მუხლიც მოვიყაროთ მათი გმირებისთვის, რადგან მათ გმირობა სიცოცხლე დალია. გამოგზავნა პარო ერთი კაპიტანიო კიდე აგემატებს. ჩემთვის სასწაულო იყო, მაგრამ ამ დარბაზში მე არ ვიცი, შეიძლება კიდე არიან ბევრი კაპიტანები, მაგრამ მე ვიცი, რომ ერთი კაპიტანი აქ ყავს, ეს არის ჩვენი ძმობის ხიდი, ბატონი აზრო ცეკვაზე, მივესალმოთ და გახდი დიდი ოჯახის წევრი, რომელიც ჩვენი მწერალთა კავშირი არის. ამისათვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აბალაგონაძეს. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ბატონ ბანანა ბობიშვილს ამ დიდებულ საქმეში ვეცი კომისარს ამორებისათვის და ამ დიდებულ ოჯახში ჩემი მოგებისთვის. უღონეს მადლობა. პირობას ვდებ, სანამ კალამი მემორჩილება წერე. სანამ სულ ვედებს გამოვიძახეთ, ვისაც სულს რო ლექსი წაუკითხოს ლაგუნებს. არა თავისი, არა ლაგუნებს. მანამდე მე და ვლადიმერმა საერთოდ ეგრე არის, სიყვარული და იუმორი თუ გადაარჩენს საქართველოს, თუ არა ისე ომია ყველგან. და მარტო იუმორით არა, მთელი გული ჩავდები ჩიგნით, მაგრამ იუმორით არის ამ სავსე და ჩვენ გავამზადეთ მე და ვლადიმერმა ურთიერთ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, გავამზადეთ სიგელი, რომელსაც ახლა დაწავით ხავშიგით რა წერია და ყველანი მივხვდებით, უკვე ხოლმე იქნება კიდევ ასტრახსენები, ვისეკუთვნის ეს სიგელი. ნუ რა თქმა უნდა, თანხმობას მე ვაწერ ზემოდან რეზოლუციას, ქვემოდან ჩვენი ორგანიზაციის ბეჭედი ამტკიცებს მაგას და ბატონი ვლადიმერ გულიკაშვილი აწერს ამ ყველაფერს ხელს. შტაბის სათათბიროს ოფიცრების კაპიტან ვალიკო გაგაუძისა და კაპიტან ვლადიმერ გულიკაშვილის ერთობლივი ბრძანება. ბრძანება ნომერი 36-40/3.
ბრძანების თანახმად შტაბის სათათბიროს ოფიცრების კაპიტან ვალიკო კაკაუძის და კაპიტან ვლადიმერ გულინაშვილის გადაწყვეტილებით უფროს ლეიტენანტ ნიკოლა ბაღაშვილს საზოგადოებაში კეთილი სინდისიერად ავტორიტეტით სარგებლობისათვის ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მემატიანესა და ბრწყინვალე მამულიშვილს პაპის როლში მოღვაწეობისა ბაღაშვილების ოჯახში შვილიშვილის დაბადებისა და მოფრენილი ანგელოზის შემომატების საფუძველზე ზემოთ აღნიშნულმა ოფიცრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება რიგ გარეშე წოდების მინიჭების შესახებ უფროსი ლეიტენანტი ნიკოლა ბაღაშვილს მიენიჭოს მორიგი წოდება კაპიტანი ნიკოლა ბაღაშვილის შელის მოწერის წუთი და ხელი მოწერილია რამეს თუ გვეტყვით ვიბრძანებთ და არაფერი არ არის ისე როგორც ერთმანეთს უჭირდება. მე მიუხედავად იმისა, გუშინ მოცურად მაგრამ საუბრე ბატონ რევოლუციონარის შესაძლებლობაზე არანაკლებ თქვენი გიყვართ ჩემი თავი და ამიტომ ბოდის გიხდით. ხამეზე გამიშვით შენ და ბატონ რევოლუციონარის. არამერიკა სწორედ კახეთი დაერევდა. უგურვესი მადლობა ადამიანები ვიცით რომ რაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ცხოვრობ. არა ასე ვთქვათ ისეთი უბრალოდ მორალური მხარდაჭერა და აი პატარა სიტყვა ყოველთვის ადამიანს აგრძნობინებს რომ შენ მართლა ადამიანი ხარ და ამ თვალსაზრისით კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ბატონო კაპიტნებო და დაკისრებულ ვალდებულებას ასე ვთქვათ შევასრულებ პირნათლად და იმ სიკეთით იმ გახარებით რასაც საქართველოს ერთიანობა და გაბრწყინება ქვია გაიხარეთ მადლობა ეხლა მათიმცემულებო, მე მგონი სურველები არიან, რომ გამოგზავნდნენ და ჩვენს ვლადიმერს თავისი მხრიდან, თავისი სიტყვა გაუგიაროს. ხალხი სპეციალურად ჩამოვიდა რაიონიდან, ოლიდან, ქარებიდან, იმისთვის, რომ ვლადიმერის საღამო დასწრებოდა და ჩვენ გვესწრება ვლადიმერის სამხედრო როიტყვიან შტაბის ბატალიონის მეთაური ბატონი პოლკოვნიკი ბატონი ნუგზარ არაქელიანი თხოდ ბატონი ნუგზარ ყველა ცოდო არ გითხრა რაცა ჯარში ჩადენილი და ისე რაც შეიძლება რომ ითქვას მოგესალმებით როგორც ეს ვედამოვა იმსახურებს გაფრთხილებული პერიოდი ერთად ორის აწილში ანუ სულ დასახელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობის სასწავლო ცენტრში თავიდან ერთად იმსახურებ ჩვენ მეორე ბატალიონში იმ პერიოდში მე ვიყავი ასწავლის მეთაური იყო კურსანტი და შემდეგ მე გავაგრძელეთ საბრძოლო ბატალიონში სადაც მე ვიყავი შტაბის უფროსი შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მაგრამ მოვალეობის სულში იყო ტანკის დიდი სპეციალისტი ინსტრუქტორი და წოდებით ვიდეო ცოტა ხილწულობა გაგიხსნათ ხოლმე თქვენ ბევრი იცნობთ მოვას ზოგი ბავშვობიდან ზოგი სხვადასხვა კუთხიდან ვერც მოვას ვიცნობ ჩემ კუთხიდან და რასაც ვიცნობ რამდენადაც ვიცნობ არის
ერთგული ადამიანი სულ ყველაფერში. და სულ ძალიან ისმოთოს, რომ ძალიან დიდი იუმორი გლობალ. მაგას შეიძლება გლობალ. გადავთან უნდა შევსრულიყავი ხელის მოწერაზე, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი საინგილოში უნდა წასულიყო და ხელი გარანქობა მოწერის და სამომეთაური ამეშობდა, რომ ახლობას რომ ამეშვა სანამ შესაძლებელი იყო და მეთაურს მოლაპარაკე კი ბატონო აუშვა. უთხარ რომ მომიტანეთ ბატონო მომიტანეს ამ მომენტში არც დავხედი არაფერი და მეთაურს ვაძლევ პატარს, რომ ხელი მომიწევს და გავუშვათ ეს ჩვენი მეგობარი ოფიცერი სამხედროში. მეთაური ხელი მოწერილია და დასმაწება. ავი და გოვა აწესებს მეც მინდა. ჩავდი საქართველოში ერთ-ერთი გამოსდების ჩვენი საქართველოსთან. დღეს რაც შენ დაბადიშე და ეს ისა ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ისტორიული ფაქტი. რომელთა შეიძლება რაც ხო დიდხანს ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ეს წიგნი და შენი სხვა წიგნები და ლექსები ერთად დარჩება სამგზავროდ. ქალბატონი ციალა მაისურაძე თუ არის სალაში ხოთ უბრალოდ ეს მაგდენის უმილია თემას. კაცრავად. ინტერესიანი და მართლაც გამიდა თავის გზა ნახა. და მიხარია. ახლა პატივი მოგობა ბატონმა ერგუჯა. ერგუჯა ადეიშვილი მეგობრებო, ვანის საალაყო შვილი. მუგრი გლობიანიძე ლექსებში ხატავს. ატონის ეკლესიაში მონაკვეთი. მოგესალმებით, ქალბატონებო, ბატონებო, მოგესალმებით, კოლეგებო, პრომის ხელის სტუმრებო. მინდა დღევანდელი დღე მივუძო ბატონ ვლადიმერს შენიერი წიგნის გამოცემა, მწერალთა კავშირის წევრობა. როდესაც ხელში დამიჭირე წიგნი, ატოცის წმინდა გიორგი დამინახე, უკამდელი გადავშალე და ლექსი ატოცის წმინდა გიორგიზე. დამას რო ქალბატონმა მანანამ ამ ლექსის წაკითხვა, მაშინ თქვი რომ წამიკითხავდი, მაგრამ ქალბატონმა მანანამ დამას რო ამიტომ ნებისმიერ გველზე გადავშლი და წამიკითხავ, მაინც წამიკითხავ სხვას. ვიყავდა ვიყავ. ჩემო სამშობლო წყალოდა მიწა, მარადიულად იყავდა იყავ. ქრისტეს მიერ უნდა მანოდა განო მანანას დავით იყავ. შენ დაგვიფარე დედაო, შენ კალთას დაგვდებინა, ვერ შეურაცხყოფ მოგდური ცხოვრობდეთ ცხოვრობდეთ კალთას შინა, ამას წერ ვინ მეწოდვილი სინანული თვალ მოსილი სრემნიმითის დავარ სოველი ახსარებისთვის მოვედი. ის ყველა პრეზენტაციაზე
პოეზია თვითონ არწევს, მაგრამ ყველას გვასიყვარულებს თავისი ალალი, გული და ამბავი. მივესალმებით. არა, ეხლა არის ფრონელის ის არის, აი, ეცი რომელიც შუაზე. აბა როგორ უნდა მოხდეს პრეზენტაცია წელს შეეგულა ის ადამიანი ეს არის სვანი იქა გამლიანი ჩვენი ირაკი პოეტი მომღერალი და თავარია უხბეა ჩემი ძმა და მეგობარი ჩემო იქა ცოტა ადრე მაინც მობილი ყავით და პარალელური სალამი ქალბატონ თავარი ჩვენთან არის აი მიხარია ძალიან გილოცავს აბნო ის ადამიანები მოგზაურობენ ყველა ბარდობა ეს პიროვნება რომელიც თქვენ წინაშე დგას ერთ-ერთი იმით არის დასაფასებელი რომ არის სამშობლოს პატრიოტი და არის ვაჟკაცი და ადამიანი ხუთჯერ რო აფეთქდება ანკში და უფალი არ გაწირავს აი ეს ადამიანია გასულებში და საგროსის უფალია ისე აი ამ საქმიანობისთვის არიან ადამიანები არ მოხსოვს და თამბაჭა ბალზაკის ასამში თუ იყოს დაიწყო წერა წერლობა პოეტობა ხატვა არიან ასეთი ადამიანები და მათ კატეგორიას განეკუთვნება ბატონი ვალიკო და მეც მათ შორის ალბათ თუ ორი აზრები რა ცოტა იგასრებ თუ არა შენ შემზადებებელი მეორე წიგნის პრეზენტაციას ეს არნიშნავ ექსების პატრიოტიზმის და ერთმა წარმატება და სიგრძის ფაული უიმელებს შორის არ დაგვრჩეს ვინმე გულნათელი დია რამეს ხო არ გვეტყვი არა ოთარ შენ აბა მე რასაც ლაპარაკობ ისიც მოგმედა სხვათა შორის თეატრის მსახიობი ოთარ აშკარელი და მე ავარდება რომ ჩემი საკუთარი ნათლულია როგორც მითხარით თქვენი მეორე პირადი მეგობრია და რაღაც ესეთი და სამრავალი და საჭირო და თქო. დავნები კარგია, კარგი საქმე საკეთებ, პოეზია კარგია, ხელოვნება შემოქმედება კარგია და ხსნარად შეიძლება დევანდელ სამყაროში ეძება აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედებათა დადგმული, ჩემი აზრია ეს პოეზიის ხო. ძალიან ვისურვებ და ისტორიულ ადგილას ხარ და წლები რო გავა იმედია თქვენ ისეთ მოღვაწეები იქნებით რომ
მე ვიტყვიან რომ აქ ის ხალხი დავიდა ისტორიული ადგილია თქვენი ცვლილება დამსახურებას იქნება ამაში წარმოდებები და მადლობა ნათლიას ესეთი წარდგენისთვის გახუეთო პრომის ხელოვიდან მოგზაურება თქვენ უფრო მეტად ახლომატელიდან მოგიწიათ მოსვლა აბა ვინ არის ყველაზე მამაცი გულიგაშვილებში პრომის ხელობის წარმომადგენლებში და აი ემიგროს გულის სიმტკიცე მართე თავისი ველაგა ვერ დაედები მალამი გულზეს ბაბოტნის ვერანდა სადაც კურს შეჭამი გარსები და შემოიყვი გეხადა გულში მაინც ვერ ჩაგდება და ვერ მოხალიფალი ველაგა სადაც მეთი არის არის ჩემი სავა შემიყარებ სიბერეს ვიქნება სამარი ისიც სამხედრო ფორმის მატარებელია და ისიც გმირია იმდროინდელი ომისა. ეს ინიხნება თუ არა ზურაგულიგაშვილი. შანსი არ არის, ნაომარი კაცია, იცის წვალება რა არის და ალაილები და შვილია. ასე რომ მომდარი შემოძურა. არიჩანჩი. Yok bana seçildi ya konusunda. Ama çok მირია დასწრებული თავარია რაც პროგნოსტის ფუნქციების მოლიდა არაერთ ომში აქვს მონაწილეობა მიღებული ექსელის ის მიღებული და სამშობლოს სიტუაცია და მეზობლის სიტუაცია ემდა ბევრ წარმატება უსურვო ვლადიმირს და რაც ჩანაფიქრებს რაც ნებია ყველაფერი აბსოლუტურად Alışverişimiz, bakın bu sanat şöyle არ ყოფნის კაცის გაცნობას არც ერთი ხუთი მარილი ერთი წუთი ყურადღებას მე მგონი თხოვლო მე მაგ პროფესიული ხმა და რიცადა თრუპენ თემასა თავი ირემი გონია ელი აქვს მოგერებული თან ერთადერთი გონია არ ვიცი ვიღაც მივენდო ვისგან დავცალო დარდები შლის ნუკრისავით დამხალი ეულად დავიარები. ესე ჩვენი ვლადიმირის თავაზე, რომელსაც იალი სიკვდილი დავარქვის სათავეა. იალი სიკვდილი დამდელს ყველგან როგორც აჩრდილი უჩვენებელი, ისეთი წრომის თვალით მიყურებს როგორც გულცივი უხსენებელი. არ ვიცი ასე რამშია არ მინდა ძმაო რატო მაზალებს სიცოცხლე მინდა თავისუფალი დრო როცა მოვა მოგცემ თანხმობას თან შემოგძახებს უფრა გაშალე ღიმილსაც აღარ მოვერიდები და სიხარული დაფუჭა თვალებს იმერც ვიტოვებ
შევხვდები ყველას, ვისაც რომ ჩვენზე ადრე გაგვყარე, მათი სულები მიიბარე და სააქაოსა დაცი ჩაყარე. მეგობრებო, შემთხვევაში დაიწყენე, მე მინდა მიკროფონი დავეხმო ქალბატონი მანანა ოფანტია, რომელიც ვლადიმერის დასაფასებლად მოგზანდა და ძალიან დიდი უხერხულობა ვერ გამოვარდა დაალა დავატანე გვარი სახელი მითხარი და რომ მითხრა მე გამოვაცედი ახლა მოგზაურობ ეს კადრებში დარჩა Ay, madlu, ay. ასევე ამ ლექსს პოეზიის სულის საზრდო ასე დავარქვი სათავეში. ჩემი სულის ჰარმონია პოეზია ამბოლია, უფლის ნებით ლექსის წერა ბავშვობიდან დამხორია. ხან კივილი მაწერინებს, ხან სიხარულ სამყოლი ვარ. მეც ისევე როგორც ყველა წუთი სოფლის გამყოლი ვარ. ცხოვრების გზა ოღრო-ჩოღრო რუდია და ფეულია, მიმდრის გავლა მაშინ როცა სული გვენით ცნეულია. ბავშვ ლექსი არის ჩვენი სულის გულის ჰარმონია, პოეზია ვინმეს ზრუნდეს, პოეზია სულის საზრდო ვინმეს ზრუნდეს ჰარმონია. ბოდიშით არაფერი. ესმის ყველა ვინც გამოვიარეთ ეს ადგილი მეგობრებო მე პირადად ჩემ თავზე ამ წუთში ვებულობ ხა რა მდგომარეობაშიდაც იმყოფება ვლადიმერი მე ვიყავდი მის ადგილას და ვიწურებოდი ოფში სანამ სიტყვას ვიტყოდ თუ ვეფქაქანე მეცინასანი რა მაგარი ბიჭი ვარ რომ დადგება და ვლადიმერი ჩემზე მაგარი იქნება და მე ხლა მინდა ჩვენ ზალას ამშვენებს სოფო ევრალიძე ჩვენი ახალგაზრდა პოეტი ემრიელი გოგონა ყველას მოსიყვარულე რომელიც მოგზაურდა იმისთვის რომ ვლადიმერ გულიკაშვილი დაეფასებინა ჩვენ სამეგობროშია მოგზაურდი სოფო მენაჩვენებს ძალიან მიხარია პირადად რომ გამიცანით წინა პრეზენტაციაზე ვერ დავესწარი გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ მოგილოცეთ და დღესაც გილოცავთ ამ სასახლეში ფერხის შემოგზავნებას უკვე საპატიო და გისურვებ წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებას ისი არ გეშლება ცხოვრება გამოვლილი, მთელი ცხოვრება გამოვლილი, გამოვლილი, ნამდვილად საპატიო ადამიანი და გილსეული მამულიშვილი. ნამდვილად მიამაყება და თქვენ წილობ გავარ, ჩემთვის დიდი პატივია ნამდვილად. გილოცავ კიდევ ერთხელ. თქვენი შემოქმედება აღჭურვილი ეხლა რა დონეზეც მომისმინე, დიდად არ ვიცნობ, მაგრამ გავეცნობი აუცილებლად. კი, ახლა არ ვიცი. შემდეგში აუცილებლად და გილოცავ კიდევ ერთხელ. ღმერთი იყოს თქვენი მხარველი, მიხარია რომ დავიხარით ჩვენ გამოვედი და წარმატებით გევლოს მთელი ცხოვრება, დიდხან სიცოცხლე, უფლის მფარველობა და მშვიდობიან გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება. დაბრუნება მშვიდობიანად თქვენს მიწა-წყალზე. გილოცავ კიდევ ერთხელ. გაიხარით. გამოგზავნდებით ბატონო ჯემა მერიანზე იესამოს მეგობრებო
პირველად ხედავ მე ბატონ ვლადიმერს პირველად შევხვდით, მაგრამ ადამიანს როგორ ჩამოყალიბდეს წარმოქმნა სრულიად ცოტა არის საკმარისი. აქ შეფასებები მოვისმინეთ, მე გადავიკითხე და მოვისმინე ბიოგრაფიული მონაცემები ბატონ ვლადიმერის და თუნდაც ერთი სიტყვის გამომახსოვრდა ნათქვამი თუ შემეშალებოდი სიტყვის სწორად ვერ დავიმახსოვრე თავი რად მინდა ცოცხალი თუ არ ვიქნები სხვისთვის მადლზე მარილის მოყრა განასულ ყველა მიცის ამით შეიძლება ყველაფერი სხვა და წარმოქმნა შექმნა ადამიანის კიდევ ერთხელ ილოცავ ერთა ისე როგორ ეთქობა ორივე ხაშვა მოგესალმებით ყველას. ბატონი ვლადიმერი არის ჩვენი მეგობრის მამა და ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან მიყვარს და ულევ წარმატებებს გისურვებ. და მეც ერთ ლექსს ნებისმიერ წავიკითხავ. მია მაყება. სევდა მომგვარა შენზე ფიქრებმა, დაგუძდა მადლ დიდი იარა. ნეტავ შემეძლოს რომ მოგეფერო, გულს ფერად ვამბობ, ისე კი არა. მია მაყება, რომ ქართველი ვარ, ლიხის აზბეგის დიდ მთების შვილი, ჩემი პატარა ლამაზ ატოცის და ჩემი ძმების დედმამიშვილი. შენზე ფიქრებმა ძლიერ დამღალა, სიშორე კიდევ უფრო აღულიეთ, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ტყვები, ჩემო ფიქრების ვიძირო კიდევ. ეძებს ამ ლექსს უცხო ნაბიჯი ასეთი სათაური წუთისოფელის უცხო ნაპირზე ცხოვრება ბეწვის ხიდზე მატარა ისე რაც მძურდა რასაც ვებძოდი სულ ყველა თავზე გადმომაყარა ბევრჯერ ტკივილსაც დაუმეგობრდი ზოგჯერ დნობებსაც გადამაყარა ხან და ხან დედმა ისე დამჩაგრა კარგის მანტია წამომაყარა მინდა მოვძებნო ჟანთახ მწერელი ან უნახო სადმე ბედის მწერალი კითხო ასეთი რა დამიწერა სულთან დამყვება როგორც მდევარი წუთისოფელის უცხო ნაპირზე ცხოვრება ბეწვის ხიდზე მატარა მე რაც მინდოდა ან რაც ამ სურდა გიფში ჩამიგდა არ გამაკარა მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი მოგზაურობით შეხვედრით და ასეთ ჩვენი ვლადიმერი დღევანდელ დღეს ახლობლად ვაცხადებ